მოგესალმებით. თქვენ ვისაც გიყვართ მოულოდნელი აღმოჩენები და არასდროს კმაყოფილდებით ზედაპირული პასუხებით. კი, ნამდვილად, ასეთი თემები სულ ითხოვს სიღრმეებში შესვლას. ზუსტად. დღეს ჩვენს რადარზე მოხვდა ერთი საკმაოდ უცნაური და პარადოქსული ტექსტი. ერთად უნდა ჩავუღრმავდეთ დოკუმენტს, რომელსაც ქვია დათომ-თქვა წერტილი MD. სათაური მართლა ძალიან არაფორმალურია. ხო, ერთი შეხედვით ასეა. მაგრამ შიგნით იმალება იდეები, რომლებიც სიტყვით თავდაყირა აყენებს ჩვენს წარმოდგენას იმაზე, თუ რა არის მათემატიკა. და კონკრეტულად კი რა არის არითმეტიკა და მარტივი რიცხვები. კი ბატონო, ჩვენი დღევანდელი მისია, რომ გავერკვეთ, როგორ შეიძლება ჩვეულებრივი სკოლიდან ნაცნობი თვლა გადაიქცეს რაღაც სრულიად ახალ მფეთქავ სტრუქტურად. სადაც ხვდებით იდუმალ ომეგა-0-ს. ომეგა-0-ს კი და მარტივი რიცხვების ძიების სრულიად ალტერნატიულ მეთოდს. იცი, ამ დოკუმენტის მთავარი ხიბლი რა არის? ის რომ ეს არ არის სტანდარტული მათემატიკური ტრაქტატი. აბა რა არის უფრო? ეს უფრო ფილოსოფიური და სტრუქტურული მსჯელობაა. ავტორი მას ლოგოსფერულ არითმეტიკას უწოდებს. ჟღერს საკმაოდ რთულად. კი, მაგრამ ავტორი გვთავაზობს ერთ რადიკალურ აზრს. ის მათემატიკა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ თავისი ფორმულებით და წესებით, რეალურად არის ბევრად უფრო რთული და ცოცხალი სისტემის უბრალოდ გაყინული ანაბეჭდი. ანუ მკვდარი ანაბეჭდი. დიახ, მკვდარი პროექცია. ჩვენი ამოცანა ამ გაყინული ზედაპირის მიღმა შევიხედოთ და დავინახოთ მექანიზმი, სადაც პითონის სკრიპტებით და ფაზური რეზონანსით იხსნება მარტივი რიცხვების ბუნება. მოდი პირდაპირ იმ ფუნდამენტური მაგალითით დავიწყოთ, რაც ტექსტის დასაწყისშივე გვხვდება. ბავშვის და ქვების მაგალითი, ხო? კი, ზუსტად. ავტორი თვლის პროცესს ხსნის არა ციფრებით, არამედ მარტივი ვიზუალიზაციით. წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელიც მიცაზე ქვებს ალაგებს ერთ მწყრივად. აჰა. მე სულ მეგონა, რომ რიცხვი არის უბრალოდ იმ ობიექტების რაოდენობა, რასაც ვხედავთ. მაგრამ აქ ჩნდება სრულიად სხვა პერსპექტივა. დიახ, ის არ ქმნის უბრალოდ ობიექტების გროვას. აბა რას ქმნის? ის ქმნის მიმატებების ისტორიას. რიცხვი არის არა წერტილი სივრცეში, არამედ განვლილი გზის კვალი. ვაუ, ეს ძალიან საინტერესოა. ჩვენ მიჩვეული ვართ რიცხვების აღქმას, როგორც დამოუკიდებელ სუბსტანციებს. ხო, მაგრამ ლოგოსფერულ არითმეტიკაში რიცხვი ვერ იარსებებს იმ ქმედების გარეშე, რომელმაც ის წარმოშვა. ეს არის უწყვეტი დინამიკა. სადაც სტრუქტურის შექმნის პროცესი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად საბოლოო რაოდენობა, ხო? ზუსტად. სტრუქტურა არის მთავარი. და ეს ქმედების იდეა განსაკუთრებით საინტერესო ხდება, როდესაც ტექსტში შემოდის 12 ერთეულისგან შემდგარი მწკრივის მაგალითი. მოდი ავუხსნათ მსმენელს, ეს როგორ წარმოიდგინოს. 6 ქვა მარცხნივ და 6 ქვა მარჯვნივ. ზუსტად. ჩვენ წინ გადაშლილია აბსოლუტური სიმეტრია. და აქ ყურადღება მახვილდება ამ მწკრევის ზუსტ ცენტრზე, ზუსტად 6-სა და 6 შორის არსებულ მიჯნაზე. მან დიწყება მთავარი ჯადოქრობა. ხო, კლასიკური მათემატიკა აქ ალბათ უბრალოდ იტყოდა, რომ მანდ არაფერია, სიცარიელეა. მაგრამ ავტორი ამ წერტილს უწოდებს წარმოსახვით ნულს, ანუ ომეგას. ომეგა სიმბოლოთი აღნიშნავს. კი. რა ხდის ამ წერტილს ასეთ განსაკუთრებულს? საქმე იმაშია, რომ ომეგა არ არის უბრალოდ სიცარიელე, ის არის სარკე. ის არის წონასწორობის ცენტრი, რომელიც ამ 12 ქვიან სისტემას ერთმთლიანობად კრავს. ანუ ის აბალანსებს ორივე მხარეს? კი, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ომეგა არის საზღვარი, რომლის დარღვევაც ფატალურია ამ სტრუქტურისთვის. ფატალური? რატომ? რა მოხდება თუ ვცდით? თუ თქვენ შეეცდებით, რომ ამ ცენტრალურ წერტილში, ანუ ომეგაში, კიდევ ერთი მე-13 ქვა ჩაამატოთ, რა მოხდება? სიმეტრია დაირღვევა. მომენტალურად დაინგრევა. სარკისებური ეფექტი გაქრება. ამიტომ ომეგა ასრულებს შეზღუდვის ფუნქციას. თითქოს ამბობს, რომ აქ დამატება აკრძალულია? დიახ, წინააღმდეგ შემთხვევაში სისტემის იდენტობა ნადგურდება. გასაგებია. ანუ ომეგა არის ადგილი, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ცვლილებას, რათა შეინარჩუნოს ბალანსი. ზუსტად ასეა. ტექსტში ნახსენებია, რომ ომეგას აქვს 4 ფაზური მდგომარეობა. კი, 4 ფაზა. პლუს პლუს, პლუს მინუს, მინუს მინუს
და მინუს პლუს. ეს ცოტა რთული წარმოსადგენელი, როგორ შეიძლება სიმეტრიის ცენტრს ჰქონდეს ფაზები. ამის წარმოსადგენად უნდა გავიაზროთ ომეგას ორმაგი ბუნება. როდესაც ვუყურებთ x ქვას მარცხნივ და x ქვას მარჯვნივ, ჩვენ არ გვაქვს რაიმე უნივერსალური პრივილეგირებული მიმართულება. ანუ არ ვიცით, მარცხნიდან მარჯვნივ უნდა ვითვალოთ თუ პირიქით. ზუსტად. შესაბამისად, ომეგა ერთდროულად შეიცავს მარცხენას და მარჯვენას, ანუ ატარებს პლუს და მინუს ნიშნებს. გასაგებია, ეს ერთი განზომილება. დიახ, ამას გარდა გვაქვს მეორე განზომილებაც, მოძრაობა ომეგასკენ, ანუ მიახლოვება და მოძრაობა ომეგასგან შორს, ანუ დაშორება. აჰა. ანუ მიმართულებისა და პოზიციის ეს ორი ბინარული ღერძი კომბინაციაში ქმნის ზუსტად 4 ვარიაციას. 4 ვარიაციას კი. ეს არის მუდმივი რხევა, რომელსაც ალგებრულად კლაინის 4-თა ჯგუფი ეწოდება. კლაინის 4-თა ჯგუფი იგივე Fairer Group-ე, როგორც ტექსტშია. მოდი გავამარტივოთ ეს მათთვის, ვინც ყოველდღიურად არ იყენებს ალგებრულ ტერმინებს. რა თქმა უნდა, წარმოედგინეთ მექანიზმი, ვთქვათ, ძალიან მარტივი ციფერბლატი ან კომპასი, 4 პოზიციით. კი ბატონო. სადაც ნებისმიერი ორი მოძრაობა ყოველთვის გაბრუნებს ამ 4 მდგომარეობიდან ერთ-ერთში. ანუ ჩაკეტილი წრეა. კი, ჩაკეტილი თვითკმარი, მაგრამ მუდმივად მოძრავი ეკოსისტემაა. კლაინის ჯგუფი აღწერს სტრუქტურას, სადაც ელემენტების ურთიერთქმედება არასდროს გადის სისტემის საზღვრებს გარეთ. და ომეგა წარმოადგენს ამ 4 ფაზის სუპერპოზიციას, ხო? ის მუდმივად პულსირებს ამ 4 მდგომარეობას შორის. ძალიან საინტერესოა. და ამ კონტექსტში არის ერთი ძალიან სპეციფიკური დეტალი. თარიღს გულისხმობ. კი, თარიღს. ნახსენებია 2026 წლის 25 თებერვალი. ეს დღე მოხსენიებულია როგორც ომეგას გამოცხადების დღე. თითქოს ფილოსოფიური წყალგამყოფია. ნამდვილად, ავტორი ამტკიცებს, რომ კლასიკური მათემატიკა არის მკვდარი და რომ შინაარსის ალგებრა უნდა უსწრებდეს ფორმულებს. რას გულისხმობს ის შინაარსის ალგებრაში? კლასიკური მათემატიკა უაღრესად პრაგმატულია. ის იღებს სიმბოლოებს და ადგენს წესებს, თუ როგორ უნდა ვამოძრავოთ ეს სიმბოლოები ფურცელზე. რომ უბრალოდ მივიღოთ შედეგი. კი. მას არ აინტერესებს რა ონტოლოგიური შინაარსი დგას ამ სიმბოლოების მიღმა. მაგალითად, 0 არის უბრალოდ 0. ზუსტად, ადგილი, სადაც არაფერია. მაგრამ ავტორის იდეა ისაა, რომ სანამ ფორმულას დავწერთ, უნდა გვესმოდეს რა ხდება რეალურად. ეს არის შინაარსის ალგებრა. ანუ შინაარსი ფორმამდე. დიახ. როდესაც ჩვენ ვიღებთ ომეგას, ამ 4-ფაზიან პულსირებად ბუნებას და მას ვკუმშავთ ერთ უბრალო უძრავ სიმბოლოდ, კლასიკურ ნულად, ჩვენ ვკლავთ მის სიცოცხლეს. აი თურმე რატომ უწოდებს კლასიკურ არითმეტიკას მკვდარ პროექციას. კი, ის არის გამარტივებული ჩრდილი იმ რთული ფაზური დინამიკისა, რომელიც სინამდვილეში განაპირობებს რიცხვების არსებობას. ამ ფაზური დინამიკის გასაზრებლად ავტორს შემოაქვს საოცარი ვიზუალური ანალოგია ტეტრაედრზე, ანუ 4-კუთხა პირამიდაზე. მოდი ავაგოთ გონებაში. მიდი. თუ ჩვენ გვაქვს 4 ფაზა, ის პლუსები და მინუსები, რაზეც ვისაუბრეთ, და თითოეულ მათგანს ტეტრაედრის თითო წვეროზე მოვათავსებთ, გვაქვს 4 წვერო? კი, 4 წვერო გვაქვს. თითოეული წვერობრან შეგვიძლია გავავლოთ ხაზი, ანუ გადასვლა დანარჩენი 3 წვეროსკენ. 4 გამრავლებული 3-ზე არის 12. ვიღებთ 12 მიმართულებიან გადასვლას. და ტექსტში ამ გადასვლებს კვატრიონები ხვია, ხო? დიახ, კვატრიონები. როგორ უკავშირდება ეს 12 კვადრიონი იმ 12 ქვას, რითაც საუბარი დავიწყეთ? აი ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური მომენტი ტექსტში. 12 ქვის სიმეტრია პირდაპირ აირეკლება ამ 12 ფაზურ გადასვლაში. საოცარია. კვატრიონები წარმოადგენენ ომეგას ცოცხალ უჯრედებს, მინიმალურ მოძრაობებს, რომლებიც ინარჩუნებენ სისტემის ბალანსს, ტეტრაედრის შიგნით. თითოეული გადასვლა ერთი ფაზიდან მეორეში არის ქმედება, რომელიც წონას სწორდება საპირისპირო ქმედებით. და რაც აქ ფუნდამენტურია, ტექსტი ამტკიცებს, რომ სწორედ ამ მინიმალური ფაზური გადასვლებიდან იბადება კლასიკური კომპლექსური რიცხვები და კვატერნიონები, ხო? აბსოლუტურად სწორია. მოიცა. ამო ის რთული მათემატიკური ინსტრუმენტები, რომლებსაც დღეს ვთქვათ, კვანტურ მექანიკაში ან 3D გრაფიკაში ვიყენებთ, დიახ. ავტორი აჩვენებს, რომ კომპლექსური ალგებრა არ არის უბრალოდ ადამიანის მიერ მოგონილი მოსახერხებელი ინსტრუმენტი. აბა რა არის?
ის არის ომეგას ამ 4-ფაზიანი სუნთქვის, ამ 12 კვატრეონული მოძრაობის პირდაპირი გარდაუვალის შედეგი. ეს ნიშნავს, რომ მთელი მაღალი დონის მათემატიკა უკვე ჩადებულია იმ პირველად სიმეტრიაში, რომელიც თვლის აქტის დროს წარმოიქმნება. ეს ფილოსოფიური მოდელი მართლაც შთამბეჭდავად ჟღევს, მაგრამ იცი რა არის მთავარი? გისმენ. ავტორი აქ არ ჩერდება. ის ამ თეორიას პირდაპირ უკავშირებს თანამედროვეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრაქტიკულ პრობლემას, მარტივი რიცხვების ძიებას. ეგ ყველაზე საინტერესო ნაწილია. მარტივი რიცხვები, როგორც ვიცით, თანამედროვე კრიპტოგრაფიისა და კიბერუსაფრთხოების ფუძეა. ჩვენ სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ მარტივი რიცხვი იყოფა მხოლოდ ერთზე და თავის თავზე. კლასიკური განმარტება ეგ არის. ხო, მაგრამ ომეგა სისტემაში გაყოფაზე საერთოდ არ არის საუბარი. აქ მარტივი რიცხვი განიხილება როგორც სიმეტრიის რღვევა. შეგიძლია განმარტო, რას ნიშნავს ეს? კლასიკური გაყოფა არის წმინდად მექანიკური ოპერაცია. ლოგოსფერულ არითმეტიკაში კი ჩვენ ვეძებთ სტრუქტურულ თვისებებს. ანუ გეომეტრიულად რომ წარმოვიდგინოთ. წარმოიდგინეთ ნებისმიერი გეომეტრიული ფიგურა, რომელსაც აქვს გამოკვეთილი სიმეტრიის ღერძები. ვთქვათ 8 კუთხედი. მისი დაყოფა თანაბარ ნაწილებად ადმილია, ხო? კი, რა თქმა უნდა. შედგენილი რიცხვები სწორედ ასეთ სრულყოფილ სიმეტრიებს ქმნიან. მაგრამ მარტივი რიცხვები განსხვავდებიან. ისინი წარმოადგენენ სისტემაში არსებულ დეფექტებს, ანომალიებს, სადაც იდეალური სიმეტრია შეუძლებელია. და ეს სიმეტრიის რღვევა არ არის შეცდომა, ხო? არავითარ შემთხვევაში. ეს არის ონტოლოგიური აუცილებლობა, რათა რიცხვთა წკრივმა შეძლოს წინსვლა. რომ არა ეს რღვევები, სისტემა ჩაიკეტებოდა უსასრულო გამეორებაში. აი აქ შემოდის Python-ის სკრიპტების როლი. რაც ჩემთვის პირადად ყველაზე დამაინტერესებელი აღმოჩნდა. კი, პრაქტიკული ალგორითმები. ტექსტში მოცემულია სკრიპტები, რომლებიც საერთოდ არ იყენებენ რიცხვების ერთმანეთზე გაყოფის ტრადიციულ მეთოდს. ამის ნაცვლად რიცხვები თავსდება წრეზე. მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი გეომეტრიული წრე. პი და კუთხეები აქ არ გვაქვს. მხოლოდ ფაზები და მათი ფარდობები გვაქვს. დიახ, და ნახსენებია ტერმინი ფაზური რეზონანსი. როგორ მუშაობს ეს ფაზური რეზონანსი ომეგას ხუზებთან მიმართებაში? ეს მიდგომა ფუნდამენტალურად ცვლის ლოგიკას. მოდი წარმოვიდგინოთ წრე როგორც ერთი სრული ციკლი 0-დან 1-მდე. აჰა, 0-დან 1-მდე. ომეგას ამ ციკლზე აქვს თავისი ბუნებრივი ფიქსირებული წერტილები, იგივე ღუზები. ეს არის 0, 1/4, 1/2 და 3/4 პოზიციები. კი, გავიგე. და მერე ალგორითმი ამოწმებს რიცხვებს. დიახ. როდესაც ალგორითმი ამოწმებს რიცხვს, ის მას ანიჭებს ფაზას ამ წრეზე. თუ რიცხვის ფაზა დაემთხვა ომეგას ღუზებს, ან ისეთ პოზიციას, რომელიც უკვე შექმნილია წინა რიცხვების მიერ, ხდება რეზონანსი. და რეზონანსი რას ნიშნავს პრაქტიკულად? რეზონანსი ნიშნავს, რომ სიხშირეები ერთმანეთს ედება. ანუ ეს ადგილი უკვე დაკავებულია სტრუქტურის მიერ. შესაბამისად, რიცხვი არის შედგენილი. ანუ მარტივი რიცხვის პოვნა ნიშნავს ისეთი ფაზის პოვნას, რომელიც არანაირ რეზონანსში არ შედის არსებულ სისტემასთან. ზუსტად ეგრეა. თუ რიცხვი თავის ფაზას ათავსებს ციკლის სრულიად ახალ ხელუხებელ წერტილში, სადაც ომეგას და არც ერთ წინა რიცხვს ჯერ არ შეუქმნია რეზონანსული ველი, სისტემა მას აღიარებს მარტივ რიცხვად. ანუ ის აბსოლუტურად დამოუფიდებელი უნიკალური ვიბრაციაა. დიახ. იცი ეს რას მაგონებს? წარმოიდგინეთ თითქოს უზარმაზარ საკონცერტო დარბაზში შედიხართ. კარგი ანალოგია. ომეგამ უკვე დაიკავა მთავარი ლოჟები, სხვა შედგენილმა რიცხვებმაც დაიკავეს თავიანთი წინასწარ განსაზღვრული ადგილები. თუ თქვენ მიხვედით და თქვენი ბილეთის ადგილი უკვე დაკავებულია ვიღაცის მიერ, ესე კი თქვენ შედგენილი რიცხვი ხართ. ანუ თქვენი არსებობა სხვების კომბინაციაა. ზუსტად, მაგრამ თუ პოულობთ სრულიად ახალ ცარიელ, ხელუხლებელ სკამს, სადაც არავინ არ ზის, თქვენ მარტივი რიცხვი ხართ.
იდეალური შედარება. მაგრამ აქ იკვეთება ერთი დიდი პრაქტიკული პრობლემა, რომელსაც ტრადიციული ალგორითმები ეჯახებიან. მეხსიერების პრობლემა ხომ? მაგალითად, ერატოსთენესის საცერი ითხოვს, რომ დავიმახსოვროთ ყველა უკვე ნაპოვნი მარტივი რიცხვი. კი, რათა შევამოწმოთ ახალი. და რაც უფრო დიდ რიცხვებზე გავდივართ, მეხსიერების ეს ტვირთი ექსპონენციალურად იზრდება. ეს ხომ კომპიუტერისთვის უზარმაზარი პრობლემაა. ეს არის გამოთვლითი მათემატიკის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეზღუდვა. კლასიკური ალგორითმები იძულებულნი არიან ატარონ წარსულის მთელი ბარგი. ყოველი ახალი ნაბიჯი მოითხოვს უკან გახედვას და ისტორიის გადამოწმებას. და ამ პრობლემის გადასაჭრელად ტექსტი გვთავაზობს თავის ყველაზე რევოლუციურ იდეას. გადასვლას ეწოდა ცოცხალი ალგებრაზე და უნიკალურობის ინტეგრალურ ნაკადზე. კი, ეგ მართლა რევოლუციურია. უნიკალურობის ინტეგრალური ნაკადი საკმაოდ რთულად ჟღერს. ტექსტში ახსნილია, რომ ისტორიის დამახსოვრების ნაცვლად სისტემა იყენებს რაღაც უსასრულოდ მცირე ირაციონალურ ნამატს, რომელსაც სკრიპტებში EPS ჰქვია. ეფსილონი. ხო, ეფსილონი. და ამის გამოსათვლელი ფორმულა მართლაც სპეციფიკურია. ავტორი იყენებს 2-ის კუბური ფესვის, ეილერის რიცხვისა, ანუ S და P-ის კომბინაციას. რატომ მაინც და მაინც ეს ირაციონალური რიცხვები? საქმე იმაშია, რომ ირაციონალური რიცხვები, როგორიცაა P, E და კუბური ფესვები, თავისი ბუნებით არასდროს მეორდებიან. მათი 10-წილადი წარმოდგენა უსასრულო და არაპერიოდულია. ანუ პატერნი არ აქვთ. დიახ. როდესაც ავტორი ამ სამ უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ კონსტანტას აერთიანებს ერთ ფორმულაში და ქმნის EPS, ის სისტემაში შემოიტანს მიკროსკოპულ არაპროგნოზირებად ხმაურს, ანუ ნამატს. და ეს ნამატი რას აკეთებს? ეს ნამატი აიძულებს ფაზებს, რომ მუდმივად უმცირესი დოზით იმოძრაონ. სისტემა უკვე აღარ დგას ერთ ადგილას, ის მუდმივად მიედინება. აჰა. რა კი ფაზები მუდმივად იცვლიან პოზიციას ამ ირაციონალური ნამატის გამო, ალგორითმს აღარ სჭირდება წარსული რიცხვების ზუსტი კოორდინატების დამახსოვრება, ხო? სწორია. თავად ნაკადის მოძრაობა შეიცავს ინფორმაციას საკუთარი უნიკალურობის შესახებ. ეს გავს მდინარეს. მდინარეს არ სჭირდება დაიმახსოვროს წყლის თითოეული წვეთის წინა პოზიცია, რათა იდინოს. ისტორია ინტეგრირებულია თავად დინების პროცესში. ვაუ, ეს ნამდვილად პოეტურია. ფორმულა სისტემას აძლევს საშუალებას, რომ ისუნთქოს. კი, სუნთქავს, ნამდვილად. და აქამდე რომ მოვედით, ტექსტი აკეთებს ერთ ძალიან ღრმა ფილოსოფიურ დაპირისპირებას, რომელიც ჩემთვის ერთგვარი კულმინაცია იყო. ეილერთან დაპირისპირებას გულისხმობ. კი, ზუსტად. ავტორი ადარებს ამ მიდგომას ლეონარდ ეილერის ხედვას. ეილერი ხომ გენიოსი იყო, მაგრამ ტექსტი ამბობს, რომ ეილერი ცდილობდა უსასრულობას მართვას, მის მოქცევას მკაცრ ჩარჩოებში. ომეგას სისტემა კი სულ სხვაგვარად ურთიერთობს უსასრულობასთან. როგორ? ეილერის მათემატიკა მიუხედავად მისი სიდიადისა, მაინც კონტროლის იდეაზე იყო აგებული. ის ქმნიდა ფორმულებს, რომლებიც აჯამებდნენ უსასრულო მწკრივებს. თითქოს უსასრულობა არის რაღაც რისი დაჭერაც და ყუთში მოთავსებაც შეგვიძლია. ის რიცხვებს გარედან, ასე ვთქვათ, ღმერთის პოზიციიდან უყურებდა. ომეგას სისტემის ფილოსოფია კი სხვანაირია, არა? კი, ის ამბობს, უსასრულობას ვერ გააკონტროლებ. მას არ ჭირდება მართვა. მას უბრალოდ უნდა მისცეს საშუალება, რომ ისუნთქოს. და ეფსის ირაციონალური ნამატი ზუსტად ეს სუნთქვა. დიახ, და როდესაც სისტემა ასე ბუნებრივად ყოველგვარი ძალადობრივი გამოთვლების გარეშე სუნთქავს, მარტივი რიცხვები თავისთავად ვლინდებიან ფაზური გაწყვეტებისას. ანუ ისინი არიან არა ხელოვნური ძიების შედეგი, არამედ ამ სუნთქვის ბუნებრივი გარდაუვალი პროდუქტი. ზუსტად. მოდით შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი ინტელექტუალური მოგზაურობა. ჩვენ დავიწყეთ ძალიან ყოფითი მარტივი სურათით, 12 ქვისგან შემდგარი მწკრივით და ბავშვით, რომელიც ამ ქვებს მიწაზე აალაგებს. და სად მივედით მერე? მერე აღმოვაჩინეთ, რომ ამ სიმეტრიის ზუსტ ცენტრში იმალება ომეგა თავისი რთული 4-ფაზიანი პულსაციით. გავიაზრეთ თუ როგორ იბადება კლაინის ჯგუფიდან 12 მიმართულებიანი კვატრეონი და როგორ ყალიბდება აქედან მთელი კომპლექსური მათემატიკა. კი, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. შემდეგ ვნახეთ, როგორ შეიძლება რიცხვების ერთმანეთზე გაყოფის მოსაწყენი პროცესი ჩანაცვლდეს ფაზური რეზონანსით. და ბოლოს როგორ იხსნება მეხსიერების უდიდესი პრობლემა
ირაციონალური ნამატის უსასრულო სუნთქვით. ეს აღარ არის უბრალოდ მათემატიკა, ეს არის ცოცხალი ფეთქავი სამყარო. ნამდვილად. და სანამ დავასრულებთ, მინდა ერთი ღია პროვოკაციული ფიქრი დაგიტოვებულოთ მოსაფიქრებლად. გისმენთ? დღეს ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ შეიძლება სტანდარტული ერთი შეხედვით ურყევი, კლასიკური არითმეტიკა აღმოჩნდეს ბევრად უფრო ღრმა, მოძრავი ფაზური რეალობის მხოლოდ გაყინული მკვდარი ჩრდილი. კი. და თუ ეს ასეა რიცხვების სამყაროში, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ იგივე პრინციპი მოქმედებდეს სხვაგანაც, იქნებ ფიზიკის კანონები, ან თუნდაც თავად დრო, რომელსაც ჩვენ ასე წრფივად, წარსულიდან მომავლისკენ აღვიქვამთ, სინამდვილეში ასევე წარმოადგენს გაცილებით რთული მფეთქავი ფაზური სიმეტრიის მკვდარ პროექციას. რომლის წაკითხვაც უბრალოდ ჯერ კიდევ არ ვისწავლეთ, არა? დიახ, იქნებ ეგრეა. ვაუ, ამაზე ნამდვილად ღირს დაფიქრება. რასაც ჩვენ ხედავთ, შეიძლება უბრალოდ უფრო დიდი მოძრავი სურათის ერთი გაყინული კადრი იყოს. თქვენ ვინც დღეს ჩვენთან ერთად გამოიარეთ ეს გზა, გთხოვთ არასდროს შეწყვიტოთ კითხვების დასმა. სამყარო ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ნამდვილად, გაგრძელეთ სამყაროს აღქმა იმ ჩვეული კომფორტული ჩარჩოების მიღმა, რასაც ყოველდღიურობა გვთავაზობს. იფიქრეთ ომეგაზე და მიეცით უსასრულობას სუნთქვის საშუალება. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავით ამ საოცარ განხილვაში. შევხვდებით შემდეგ ჯერზე ახალი აღმოჩენებით. დროებით.